მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ ვიწყებთ დიდ გადაცემას, ჩვენი გადაცემის სტუმარი ბატონი გივი მიქანაძეა, საქართველოს პარლამენტის წევრი. მოგესალმებით ბატონი, ურმეს მადლობა რომ მოვბრძანდით და ხარ ჩვენი გადაცემის სტუმარი. დავიწყოთ. ჩვენ ვისაუბრეთ სულ ცოტა ხნის წინ და კიდევ ერთხელ მინდა ეთერში გავიმეორო, საქართველოს უახლეს ისტორიაში არის უნიკალური მომენტი, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას აღარ ჰყავს ოპოზიციას რაღაცა ჭერბეტყველური და რიტორიკული სიტყვა არ არის. რეალურად ოპოზიცია არ არის, იმიტომ რომ ყველა რესურსი განულებულია, ხალხი ოპოზიციურად განწყობილი ამორჩეველი მათ აღარ ენდობა და ეს არის ცუდი ქართული დემოკრატიისთვის. ამაში ბრალი ხელისუფლებას არ მიუძღვის. მოდით იქნებ თქვენ აგვიხსნათ, რატომ მოხდა ეს? მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს, მადლობას გიხდით გადაცემაში მოწვევისთვის. აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ დღეს რეალურად საქართველოში რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, ოპოზიცია ფაქტიურად არ არსებობს. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის რაღაც რადიკალური ჯგუფები, ერთგვარი სექტა ჩამოყალიბდა, რომელიც არის თავიდან ბოლომდე დამოკიდებული გარე ძალების კონკრეტულ მითითებებზე. ჩვენ ნახეთ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე მათ მართლაც უპრეცედენტოდ ჯამში 4 პარტიამ უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა მანდატების მოიპოვა, 61 მანდატი მოიპოვა 150-დან, რაც რეგლამენტით მათ ძალიან დიდ უფლებამოსილებებს ანიჭებს, როგორც ოპოზიციას. იმის მაგივრად, რომ ეს კონკრეტული მექანიზმები გამოეყენებინათ, იმის მაგივრად, რომ ქვეყნის ინტერესებში და პირველ რიგში იმ ამომრჩევლის ინტერესებით ემოქმედათ, რომელთაც მიანიჭეს ეს უფლებამოსილება და ამხელა მხარდაჭერა გამოხატეს მათ მიმართ. დაახლოებით, როგორც მახსოვს, 700-მდე 4-ვე პარტიამ ჯამში დააგროვა ხმები იმ ამომრჩევლის, რომელმაც მხარი დაუჭირა მათ. ამის ნაცვლად მათ, როგორც ჩანს, ვერ ისწავლეს კი არა, აი იგივე იმ მითითებიდან გამომდინარე, გადადგეს ნაბიჯი, რომელმაც ფაქტიურად ეს პარტიები არათუ ჩამოწერა, არამედ რეალურად მათი საბოლოოდ გაქრობის, აი პოლიტიკური ორბიტიდან გაქრობის ეტაპი დაიწყო. და დღეს რას ვხედავთ, რომ ეს ადამიანები, რომლებიც არიან აბსოლუტურად დაცლილი ყველანაირი რაღაც, ესე ვთქვათ, კონტექსტიდან, რომლებიც გაკოტრებული არიან ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, რადიკალიზმის უკიდურეს ფორმებზე არიან გადასული, მათ უკვე არანაირად აღარაფრად აღარ მიაჩნიათ, რომ მთლიანად განიცადეს ლუსტრაცია, აღარაფრად არ მიაჩნიათ ის გარემოებაც, რომ იმ ადამიანებს, რომლებმაც ასეთი დიდი ნდობა გამოხატეს, ისინი გააწმილეს ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით და რეალობა არის ის, რომ რასაც ისინი იძახიან, ამის უკან არანაირი არგუმენტი არ დგას. ხალხმა ეს ყველაფერი დაინახა. პირველ რიგში დაინახა მათივე ამომრჩეველმა, რომელიც გარკვეულწილად ახლა არის, ესე ვთქვათ, ერთგვარ აი ზუსტად ამ სიტუაციაში არიან, იქიდან გამომდინარე, რომ მათ უკვე ყველანაირი ინტერესი დაეკარგათ ზოგადად აი მიმდინარე პროცესების მიმართ. ამიტომაც არის, რომ რეალურად, როდესაც სიმართლეს არ ამბობ, როდესაც არგუმენტები არ გაქვს, როდესაც ასეთ ნდობას გაანიავებ არაფრის გამო, რეალურად ეს მხარდაჭერაც იკლებს. ზოგადად ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის პრობლემას წარმოადგენს, როდესაც იქ ოპოზიცია არ არის. რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა ვხედავთ იმ კონკრეტულ სწორ წიაღსვლებს, მე ესე ვიტყოდი, როდესაც იგივე უმრავლესობას გამოეყო გარკვეული ნაწილი ესე ვთქვათ, პოლიტიკური ჯგუფებისა, რომლებიც ოპონირებას უწევენ ხელისუფლებას და ეს აუცილებელია იმისთვის, რომ საზოგადოებაში და ქვეყანაში უნდა არსებობდეს ჯანსაღი ოპოზიცია. რას გულისხმობ ჯანსაღ ოპოზიციაში? პირველ რიგში გულისხმობ იმას, რომ ოპოზიციაც და უმრავლესობაც, რა თქმა უნდა, მათი მთავარი ამომავალი პრინციპი უნდა იყოს ქვეყნის ინტერესი, საზოგადოების ინტერესი, ადამიანის უფლებების დაცვა. ეს არის ის, ესე ვთქვათ, ქვაკუთხედი და რა თქმა უნდა, კანონის უზენაესობა. ეს არის ის ქვაკუთხედი, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ შემდგომში უკვე გადავერთოთ კონკრეტული საკითხების განხილვაზე, აი ეს ჩარჩო შეთანხმება და ეს ჩარჩო პრინციპები, როდესაც დაცული არის, მერე უკვე იქ მიდის დისკუსია, ოპონირება და კამათი იმ საკითხებზე, რაც, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაში მყოფ ძალას
მუდმივად, ასე ვთქვათ, აყენებს ის მდგომარეობაში, რომ იყოს მზად, ყველა კითხვაზე პასუხი ჰქონდეს, ახალი იდეები შემოგთავაზოს, ახალი პროექტები. ეს, რა თქმა უნდა, ხორციელდება და მაქსიმალურად უმრავლესობა ამისკენ ნაბიჯებს მუდმივად ყოველდღიურ რეჟიმში დგას, თუმცა ყველა შემთხვევაში აუცილებელი არის რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც თუნდაც ხელისუფლების მოწინააღმდეგე არის, მისი ხმაც იყოს გაგებული და ყველაზე კარგი პლატფორმა, ყველაზე უმაღლეს პლატფორმა ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში მიჩნეული არის პარლამენტი. როდესაც ეს ადამიანები არათუ უარს ამბობენ პარლამენტზე, არამედ აკეთებენ, იმეორებენ იმ შეცდომას, რაც 2020-ში ჩაიდინეს, რომ სიები ჩახსდეს, ამით თითქოს რაღაც ბოიკოტის რეჟიმში გადადიან, ამითი გარკვეულ შანტაჟის ენით გველაპარაკებოდნენ, რომ აგერ ნახავთ ახლა რას იზავთ, როგორ იზავთ და როდესაც ნახეს, რომ ჩვენ კონსტიტუციის მიხედვით, რეგლამენტის მიხედვით მათ განცხადებებს არ შეგვეძლო რომ არ გვეპასუხა სხვანაირად, უპასუხეთ ძალიან მარტივად. მივიღეთ გადაწყვეტილება და მათ დაუკმაყოფილეთ ეს განცხადებები. ისინი შოკში ჩავარდნენ. ისინი არ მოელოდნენ ამ გადაწყვეტილებას და შესაბამისად ჩვენ თქვით ცალსახად, რომ ის ძალები, რომლებიც მოქმედებენ ამ ქვეყნის და ამ ქვეყანაში მცხოვრების საზოგადოების, მათ შორის მათი მხარდამჭერების ინტერესების საწინააღმდეგოდ. ის ძალები რომლებიც ცდილობენ რომ ამ ქვეყნის წინსვლა და განვითარება დაამუხროჭონ. ის ძალები, რომლებმაც ძალიან დიდი პრობლემა შეუქმნეს ქვეყანას და არაერთი ფაქტი, თუნდაც ოპოზიციაში ყოფნის დროს ჩვენ ნახეთ, როდესაც ისინი ყველანაირად ეწინააღმდეგებოდნენ ქვეყნის ევროინტეგრაციას, დაწყებული იმ მომენტიდან, როდესაც ამბობდნენ, რომ არ არის საჭირო რომ გაფორმდეს ამ ხელისუფლების პირობებში ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, სავიზო ლიბერალიზაციის თემა და ბოლო კომპონენტი საერთოდ ესე ვთქვათ, ეს იყო ეპოპეა ამ ყველაფრის, როდესაც ისინი ღიად და საჯაროდ ილაშქრებდნენ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, იმიტომ რომ ამბობდნენ, რომ თქვენ თუ კანდიდატის სტატუსს მიანიჭებთ ქართული ოცნების პირობებში, ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს არჩევნებში. ოპოზიცია ისედაც ვერ გაიმარჯვებდა. მათ ძალიან კარგად იცოდნენ ამ შესახებ, თუმცა მართლაც ძალიან დიდი რაოდენობის მანდატები მიიღეს. ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ალბათ ისტორიულად ძალიან კარგ შედეგს მიაღწიეს, მაგრამ ეს ყველაფერი ერთ წამში გაქრა, როდესაც მათ მიიღეს ძალიან უგუნური, აბსოლუტურად დაუფიქრებელი, მაგრამ გადაწყვეტილება, რომელიც რეალურად მათ არ მიუღიათ. დღესაც, როდესაც საუბარი არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელზეც სულ რამდენიმე თვე დარჩა, ხო და 4-5 თვე არის დარჩენილი ზუსტად. ეს ადამიანები, აი ჟურნალისტი რომ მიდის და ეკითხება, აპირებთ თუ არა მიიღოთ მონაწილეობა, ვერ ამბობენ, პასუხი არ აქვთ. რატომ ვერ ამბობენ? იმიტომ რომ ისინი იყურებიან გარეთ. რას ეტყვიან? მიიღეთ მონაწილეობა თუ არ უნდა მიიღოთ მონაწილეობა? ჩვენ ძალიან კარგად ვახსოვს ყველას. 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანია ალბათ მართლაც პრეცედენტული იყო, როდესაც ოპოზიციას საერთოდ მოსახლეობასთან კომუნიკაცია არ ქონია, არანაირი კამპანია არ უწარმოებია, არანაირი წინასაარჩევნო დოკუმენტი და დაპირებები არ წარუდგენია, გარდა ერთისა, რომ ეს ხელისუფლება უნდა ჩავანაცვლოთ და რაღაც კოალიციური მმართველობა უნდა შევქმნათ და ღმერთს მადლობა და ჩვენს ხალხს მადლობა, რომ ეს არ დაუშვეს, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, აი ერთმანეთში მათ როგორი კოორდინაცია, ერთმანეთში კი არა, შიგნით რა ხდება, ერთმანეთს ჭამენ და ისეთი დაპირისპირება აქვთ, რომ ასე ვთქვათ, ერთმანეთს არ ელაპარაკებიან ხშირ შემთხვევაში და ელემენტარულ გადაწყვეტილებაზე პოზიციებს ვერ ათანხმებენ. ამ ადამიანების მხრიდან რაიმე კოალიციურზე ეს ხო ქვეყანას დაღუპავდა საბოლოოდ და პლუს ამას, როდესაც ესენი იმართებიან გარე ძალების მიერ, ეს ამ ქვეყანას საბოლოოდ წერტილს დაუსვავდა. ბატონო, მე მესმის, მაგრამ იმ დილემას მინდა მაინც დაუბრუნდე უოპოზიციო დემოკრატიას, რომელიც ნაკლოვანი დემოკრატია არის. და კიდევ ერთხელ ქართული ოცნების ბრალი, არაფერი არ არის, ხა იდიოტები არიან და მართლა თვითონ ხო არ შექმნის მიშა რო ქმნიდა ოპოზიციას, ქრისტიან დემოკრატებს მაგალითად, ხო ესე ხო ვერ შექმნის, არა? ხელისუფლება თავის ოპოზიციას. მე მესმის, რომ თავარი მიზეზი არის კრიზისი იქ ევროპაში, გლობალისტებში. მათ ეგონათ, რომ როგორც კი იტყოდნენ, რომ აი გაყავდა იქ ქართველი ხალხი იხულებდა და გამოვიდოდა გარეთ და დაამხობდა ხელისუფლებას. თუმცა აქ ვერ გათვალეს, რომ დამხობასაც ცოდნა უნდა, ხო? ადამიანი იძახის, რომ კაკუნის მეშინიაო და იმან ვინ დაამხოს, ხო, ერთ-ერთი აქტივისტი კი.
მოდით მომავალზე ვიფიქროთ. მე მესმის, რომ ეს ხალხი ჩამოიწერება პოლიტიკური ასპარეზიდან. მომავალში ჩვენ წინ გველის ძალიან მნიშვნელოვანი ამბები. ქართულმა ოცნებამ 4 თუ 5 პოსტულატი გააჟღერა წინა საარჩევნო მშვიდობა, ეკლესიასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, ჩვენი ტრადიციების დაცვა, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს რა თქმა უნდა არ გაუქმებულა. ბუნებრივია და დადგება ეს საკითხი ადრე თუ გვიან. აი როგორ უნდა იმოძრაოს ქართულმა ოცნებამ, რომელსაც ყავს თავისი ამომრჩეველი, ყავს ბევრი 800.000 იყო არა ამომრჩეველი, რომელსაც არ უნდა არეულობა. როგორ უნდა მოიმხროს კი არა რადიკალიზმი როგორ უნდა დაამარცხოს, როგორ უნდა დაარწმუნოს ნაწილობრივ ეს უკვე გაკეთდა, რომ აი რადიკალური გზა არ საითარ ეს გზა. იმიტომ რომ რატო ვამბობ, იცი რომ ხალხში მაინც არის რაღაცა სურვილი, ცვლილებების რადიკალებიც არიან, რაღაც უნდა დამშვიდეს საზოგადოება. უნდა ისწავლოს ყველამ, თუნდაც ხელისუფლების ოპოზიციაში მყოფმა მოქალაქემ, რომ თხილად დაკვირვები და ზუსტად შეარჩიოს თავისი ხმის პატრონი. ერთი ცხადზე ცხადია, რომ პოლიტიკური კულტურა საზოგადოებაში ძალიან გაიზარდა. ზოგადად ჩვენი საზოგადოება ძალიან პოლიტიზირებულია და ჩართული არის იმ პროცესებში, რაც პოლიტიკასთან არის დაკავშირებული. ბევრი ქვეყნისთვის ეს დამახასიათებელი არ არის, მაგრამ ჩვენ ქვეყანაში ეს ყოველთვის აქტუალური საკითხი იყო. აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ, რომ ოპოზიციის როლი ყოველთვის მნიშვნელოვანი არის და კიდევ ერთხელ მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ის ახალი ძალები, რომელიც უკვე ოპოზიციის კონტექსტში გვევლინებიან, ისინი საკმაოდ მნიშვნელოვან ოპონირებას იწყებენ და დაწყებული აქვთ ეს ოპონირება ხელისუფლებასთან, რომელიც ჯანსაღი კონტექსტიდან გამომდინარე არის და ეს აუცილებლად, რა თქმა უნდა, იმ შედეგებზე მიგვიყვანს, რომელიც აუცილებელი არის ზოგადად დემოკრატიული საზოგადოებისთვის. ფაქტი არის და ამას ვერსად ვერ გაექცევა ვერავინ, რომ ის ადამიანები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ოპოზიციას, ძალიან ბევრი მათგანი დღეს აბსოლუტურად იმდენად ნიჰილიზმშია გადასული, რომ არანაირად არ აინტერესებს იგივე ის რაღაც ცდილობები, რომ ყოველდღე გადაკეტონ რუსთაველის გამზირი, რომელსაც უკვე საზოგადოების უდიდესი ნაწილი არასერიოზულად აღიქვავს ამ პროცესებს. აღიზიანებს, იმიტომ რომ ვაქანალია პრაქტიკულად. ანუ ახლა 50 ადამიანი და 13 ადამიანი მთავარ მაგისტრალს ყეთავს და მათი სურვილი არის, რომ პოლიცია რაღაცნაირად კონფრონტაციაში შეიყვანოს. პოლიცია კი იცავს საზოგადოებრივ წესრიგს და შემდგომში უკვე კამერების მეშვეობით ხდება ამ ყველაფრის დაფიქსირება და ჯარიმების გაგზავნა. ესაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის სახელმწიფოს დამოკიდებულება თითოეულ ადამიანთან მიმართებაში და ხელისუფლება, რომელიც მხარდაჭერილია უმრავლესობით, რა პოლიტიკას ატარებს. ამიტომ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მათ გეგმებს ანგრევს. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება დრო. ეს არ არის ის მეთოდები, რომლითაც სააკაშვილი მოქმედებდა და ჩვენ გვახსოვს იმისთვის, რომ აღლუმი ჩაეტარებინა, რა მოაწყო 26 მაისის პირობაზე, რომ მას აღლუმი მიეღო თავარ გამზირზე და საზოგადოებას როგორ გაუსწორდა მისი გადაწყვეტილებით კონკრეტული სამართალდამცავი სტრუქტურის, ასე ვთქვათ, დაჯგუფებები. ამიტომ ამ მოცემულობაში ჩვენ შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ უნდა უფრო აქტიურად, შეიძლება რაღაც შემთხვევაში უფრო უხეშად, ან უფრო სწრაფად იმოქმედოთ. არა, რეალურად დრო მაჩვენა, რომ ჩვენ მოქმედებთ მაქსიმალურად იმ კონტექსტში, რომ იყოს ადამიანის უფლებებზე ორიენტირი, კანონის უზენაესობაზე, იმიტომ რომ ჩვენი ხელისუფლების პრინციპები სწორედ ამ მნიშვნელოვან კომპონენტებზე დგას. ამან თავისი შედეგი გამოიღო. ჩვენ თუ ხედავთ, რომ ვიღაცა გამოთქვავს პროტესტს, თუ დავაკვირდებთ, ეს არის ერთი და იგივე დაჯგუფება, ერთი და იგივე ადამიანები და თუნდაც სხვადასხვა ადგილებში რომ ხედავთ ამ ადამიანების მოძრაობას, იქაც ისევ და ისევ ის ადამიანები იჩენენ თავს. ეს რაზე მეტყველებს? დაფინანსების შემცირებასთან ერთად და
და ჩვენ ვნახეთ რომ USAID, NED რო ჩაიხსნა, ანუ ამერიკული დაფინანსებები და ჩვენ ვნახეთ ფინანსურ კრიზისს აღიარებენ. ჩვენ ვნახეთ გასულ კვირას ყოფილი პრეზიდენტის და ყოფილი სახალხო დამცველის მიერ ესე ვთქვათ გაკეთებული განცხადებები, როდესაც ისინი ამ მახეში წამოეგნენ, როდესაც ისინი პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ ამერიკული ესე ვთქვათ ოპერატიული მხარდაჭერა ბევრად უფრო ინერტული არის და ბევრად უფრო ნელი არის ევროპული მხარდაჭერა, ამიტომ ეს ყველაფერი ეტყობა ამ აქციებსაც, ეს ყველაფერი ეტყობა იმ პროცესებს, რომელიც მიმდინარე არის და იმ სიმწვავეს, რომელიც ძალიან დიდი ხანია უკვე დაიკარგა, იმიტომ რომ ერთის მხრივ დაფინანსება, მეორეს მხრივ ნიჰილიზმი, მესამეს მხრივ ყველა ნელ-ნელა მიხვდა იმას, რომ არანაირი გაყალბებული არჩევნები არ ყოფილა, რომ არჩევნები ჩატარდა მართლაც ძალიან მაღალი სტანდარტით, რეალურად ხედავენ იმასაც, რომ უმრავლესობა მაქსიმალურად ერიდება კონფრონტაციას და უმცირესობას მცდელობა რომ წარმოეჩინა თავი უმრავლესობად არ შედგა და არ გამოვიდა და რეალურად ფაქტი არის ისიც რომ როგორც დონორი ორგანიზაციები ასევე მათი მიმთითებელი პატრონებიც უკმაყოფილო არიან იმ რადიკალური ჯგუფების მოქმედებებით რომელსაც არანაირი შედეგი არ მოყვა. ამიტომ მე ვფიქრობ რომ ძალიან მალე ეს ყველაფერი ეს იმდენად მილევად რეჟიმში არის და აი ახლა თან მით უმეტეს ძალიან სწრაფად დაახლოებით 2 თვეში ჩვენ გადავალთ წინა საარჩევნო რეჟიმში და იქ უკვე საბოლოო ჯამში მოუწევთ მათ იმ რეალობისთვის პირისპირ დადგომა რომ ან მონაწილეობენ ან არ მონაწილეობენ ორ ცეცხლ შუა არიან არ მიიღებენ მონაწილეობას ამითი აღიარებენ რომ არაფრის თავი და შანსი არ აქვს და საბოლოოდ გაითხრიეს სამარეს მიიღებენ მონაწილეობას და მე გარანტირებულად გეუბნებით იმიტომ რომ ჩვენ პულსზე გვიჭირავს ხელი და ვიცით საზოგადოების უდიდესი ნაწილის განწყობა პირწმინდად წააგებენ ხარდი აღარ ენდობა თავისი ამორჩეველი პირწმინდად წააგებენ ყველა მუნიციპალიტეტში როგორც საკრებულოს ასევე მერის არჩევნებს და ამით კიდევ უფრო მეტად საბოლოოდ დასამარდებენ ამიტომ დღეს იმაზე ფიქრობენ უფრო ნაკლები ასე ვთქვათ უარესი ხო აი როგორ გამოვიდნენ ამ სიტუაციიდან უფრო ნაკლებად დაზიანებული მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ ისინი ვერ იღებენ და არც იღებენ ამაზე გადაწყვეტილებას რა მითითებაც მოვა მათი საგარეო პატრონებისგან ზუსტად იმ კონტექსტში მოუწევთ მათ მოქმედება და იმაშიც მინდა დაგარწმუნოთ რომ ისიები როდესაც ის ადამიანები განცხადებებს წერდნენ საკმაო იყო იმ ადამიანების რაოდენობა, რომელსაც არ უნდოდა ამ განცხადების დაწერა, მაგრამ აქაც ეს მათ ნებასურულზე არ იყო დამოკიდებული და ისინი იძულებული გახდნენ, რომ ასე ვთქვათ, გაეთვალისწინებინათ ეს გარემო. ამიტომ ეს ყველაფერი მილევად რეჟიმშია და ვფიქრობთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უკვე საბოლოოდ ამ ყველაფერს პასუხს გასცემს. მართალია, პატური სიტუაცია აქვს და ცუცვანგე ყველა სვლა არის მათთვის წამგებიანი. არ მიიღებენ მონაწილეობას და ისედაც მარგინალიზებულები არიან და ბოლომდე სამარეში ჩავლენ პოლიტიკურში და მიიღებენ მონაწილეობას და მთელი ეს კამპანია გაყალბების შესახებ წყალში ეყრებათ. კი ბატონო, ეს იმათი პრობლემა. თან მინდა რომ კიდევ ესეც აღვნიშნო, ძალიან საინტერესო რამ მოხდა, ესე იგი, არა მარტო ოპოზიცია აღარ არის NGO სექტორი, ოღონდის NGO სექტორი, რომელიც იყო რბილი ძალა Deep State-ის, აღარ არსებობს. დიღაბი ჩამოიხსნა ყველამ. ხო, აღარ არსებობს, დასრულდა კი ბატონო. ეს ერთიანი ორგანიზმი არის. კიდევ ვიღაცაში იყო განცდა, რომ ესენი რაღაცა დემოკრატიისთვის ან უკეთესად ცხოვრებისთვის, ევროპისთვის იბრძვიან, ეხლა ეს განცდა აღარ არის და რაც ყველაზე საინტერესო, აღარ არის კრეატიული ფენის ძალიან დიდი ნაწილი, რომელიც იჩემებდა, რომ პროგრესულია. აღარ არის, აი ეს თეატრში ეს ეგრეთ წოდებულმა ხელოვანებმა მსახიობებმა იმდენი იქნეს, ანუ იმდენი ჩაკვიჩეს, რომ ვერ დაგეჭეს. ანუ ჩვენ თვალწინ გვაქვს ძალიან დიდი პლასტების ჩამონგრევა. და შეიძლება ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ რა მოხდა, ვინ უნდა დაიკავოს მათი ადგილი და ასე შემდეგ. და ეს ბუნებრივია ხელისუფლების საზრუნავიც არის. ეხლა საგარეო თემებსაც მივხედოთ, იმიტომ რომ აგერ მაინც უკრაინაზე ვართ, მიბმული უკრაინაში მიმდინარე ომზე ვართ, მიბმული ტრამპმა თქვა, რომ მან აიღო თავისი მინერალების გარიგება და თქვა, რომ გარდის ლაპარაკების პროცესიდან. მე მგონი, რომ ეს იმას მოასწავებს, რომ რუსეთი შეეცდება ძალიან სწრაფად დაასრულოს
ეს ომი და ის ტერიტორიები, რომელიც მან აღიარა, ანექსია მოახდინა, საბოლოოდ დაიმტკიცოს. ამას ხედავთ სახიფათო ტენდენციას, რომ ყირიმზე აღარ არის საუბარი, ყირიმი ჩათვალე რომ უკვე აღიარებულია მსოფლიოს მიერ რუსეთის ნაწილად ჩვენი საქართველოს ბედიღვალ, ჩვენი ტერიტორიები, თუდი პრეცედენტი იქნება, რა თქმა უნდა. როგორ უნდა ვიმოქმედოთ? კვლავ სტრატეგიული მოთმინების კურსი თუ კიდევ შეიძლება რაღაც მეტად გავისარჯოთ. ჩვენ წინასაარჩევნოდ თქვით და ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რომ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. და იქვე ხაზს უსვამთ, რომ ეს აუცილებლად უნდა მოხდეს ყოველგვარი ომის და ძალის ჩარევის გარეშე, არამედ ეს უნდა მოხდეს მშვიდობიანი გზით, ერთი და მეორე, ეს უნდა მოხდეს შერიგების ფონზე მხარეებს შორის. რა თქმა უნდა, ეს არ არის მარტივი პროცესი და რა თქმა უნდა, ეს მიმდინარე გლობალური სიტუაციები ყველაფერზე გავლენას ახდენს. გეთანხმებით, რომ საკმაოდ სახიფათო ტენდენცია წამოვიდა, როდესაც ფაქტიურად ყირიმის თემაზე კონსენსუსია გარკვეულ. ხო, ანუ ამერიკის პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაცია უკვე არანაირ ასე ვთქვათ, ანუ ყურადღების გამახვილებას ყოველ შემთხვევაში ჩვენ ეს ბოლო პერიოდში შესამჩნევად დავინახავთ. პირდაპირ ამბობს, რომ ჩვენ ვაღიარებთ. უფრო მეტიც გაეროს ფორმატში იყო რამდენჯერმე მცდელობა, რომ მიეღოთ რეზოლუცია, სადაც რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ იქნებოდა და ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევით ეს ასე ვთქვათ, ვეტო დაედო ამ საკითხს და ეს არ გავიდა. ჩვენ გვახსოვს ასევე ის პრეცედენტი, როდესაც რუსეთმა კოსოვოს აღიარება დასავლეთის მიერ გამოიყენა იმისთვის, რომ შემდგომში 2008 წლის აგრესიის ფონზე შემდგომში აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ეღიარებინა როგორც ეგრეთ წოდებული დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ამიტომ ეს არის ურთულესი, ასე ვთქვათ, გეოპოლიტიკური საკითხი, სადაც პრაგმატულ პოლიტიკას, დაბალანსებულ პოლიტიკას, ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებულ პოლიტიკას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენ მაქსიმალურად ვაკეთებთ იმას პირველ რიგში, რომ ყოველთვის და ხაზგასმით ვამბობთ, რომ უკრაინის სუვერენიტეტი და უკრაინის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა აბსოლუტურად განხილვას ჩვენთვის არ წარმოადგენს და ჩვენ პატივს ვცემთ იმ ტერიტორიულ მთლიანობას, რომელთაც უკრაინა აღიარებული არის საერთაშორისო სამართლის კონტექსტში. ამის დამადასტურებელია ის, რომ 500-ზე მეტ რეზოლუციას ვართ შეერთებული და უფრო მეტსაც გეტყვით. მხოლოდ 40-მდე სახელმწიფომ გაბედა, რომ მიემართა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის, რომ დაეწყოთ რუსეთის წინააღმდეგ ომის დანაშაულებებთან მიმართებაში გამოძიება და ამათ შორის იყო ერთ-ერთი საქართველო. ბევრმა, რომელიც ღიად და სიტყვით თუ ზოგჯერ საქმითაც მხარს უჭერს უკრაინას, ამ ნაბიჯის გადადგმა რუსეთის წინააღმდეგ ვერ შეძლო. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ ამას არც უკრაინა გვიფასებს და არავინ არ გვიფასებს, კი ბატონო. მაგრამ ჩვენ ხო ჩვენ თავთან მართალი ვართ. ჩვენ ხო ვემხრობით იმ სიმართლეს, რაც დაკავშირებული არის, რომ ყველა ქვეყანამ უნდა სცეს სხვა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას პატივი. ამ მოცემულობაში, რა თქმა უნდა, გარკვეული საფრთხეები შეიძლება იყოს გაზრდილი ამ კონტექსტშიც, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სწორედ ქართული ოცნების პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც არის მხარდაჭერილი უმრავლესობის მიერ, მოსახლეობის უმრავლესობის მიერ, რომელიც არის ორიენტირებული მშვიდობაზე, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე, განვითარებაზე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე მხოლოდ და მხოლოდ სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით, ეს არის და რა თქმა უნდა, ამ პროცესში ჩვენ ვერანაირად ვერ დავაიგნორებთ, რომ წლების მანძილზე ჩვენი პარტნიორები საკმაოდ მნიშვნელოვან მხარდაჭერას გვიწევდნენ და დღესაც იგივე ჟენევის ფორმატში ძალიან აქტიურად არიან დასავლელი პარტნიორები ჩართული, თუმცა ვერავინ ვერ აიღებს თავის თავზე იმას პასუხისმგებლობას, რომ ერთ დღეს რუსეთს რაღაცა გადაწყვეტილება არ მოუვა თავში აზრად. მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ გადაწყვეტილებამდე არ მივიყვანოთ, ასე ვთქვათ, ამ გადაწყვეტილების რაღაცა არასწორი გადაწყვეტილების მიღებას
რაღაცა არაღიარების პოლიტიკა უნდა გააგრძელდეს, რა თქმა უნდა. კონფრონტაციულ კონტექსტში რაღაცა ხელშეწყობა არ ქონდეს. ამიტომაც არის, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ გვაქვს დაბალანსებული პოლიტიკა იმ კონტექსტში, რომ ჩვენ მხარს უჭერთ უკრაინის დამოუკიდებლობას და ტერიტორიას, მაგრამ ამავდროულად ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული. ჩვენ ამ კონფლიქტში მხარედ ვერ ვიქნებით ჩაბმული, ეს ცალსახაა. ჩვენ ვერანაირად ვერ დაუწესებთ ვერანაირ სანქციას რუსეთს, იმიტომ რომ პირველ რიგში ეს საქართველოს დაარტყავს და ქართულ მეწარმეებს დაარტყავს და ეს ფაქტიურად შიგნით გამოდის, რომ შენი საზოგადოების წინააღმდეგ მოქმედების ტოლფასია და ეს შეიძლება პლუს რუსეთმა გამოიყენოს შენ საწინააღმდეგოდ კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად. ამ კონფრონტაცია, აი ამ დაბალანსებული პოლიტიკის კონტექსტში ჩვენ რეალურად გვაქვს ოპტიმისტური განწყობა იმაზე, რომ შესაძლებელი არის და რომ აღდგეს ის ნდობის ფაქტორი. და რაც მთავარია, ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ საზოგადოებაში, აქ მაქვს საუბარი განსაკუთრებით აფხაზ საზოგადოებაზე, არის განცდა იმისა, რომ უფრო მეტი ნდობა არის ქართველების მიმართ. და რეალურად ჩვენ გადავდგით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ეს არის სოციალური კუთხით, ეს არის ჯანდაცვის პროგრამების კუთხით, განათლების მხარდამჭერი ნაბიჯები, რომლითაც ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც დღეს ასე ვთქვათ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, მათ მხარდასაჭერად ეს ნაბიჯები გადაიდგას და ეს არ არის რაღაც ძალადობრივ ნაბიჯებზე ორიენტირება, არამედ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენ სამშვიდობო განწყობას. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს სწორი დაბალანსებული და პრაგმატული პოლიტიკა აუცილებლად შედეგს გამოიღებს და აქ რა თქმა უნდა სახალხო დიპლომატიასაც, აქ რა თქმა უნდა პირად ურთიერთობებსაც, კავშირებს, ეს არის ის კომპონენტი, რომელმაც ნდობის ფაქტორი უნდა აღადგინოს და ჩვენ ეს საკითხი უნდა გადავწყვიტოთ მშვიდობიან. რაც თავარია ჩვენი თავი უნდა გვეყუდნეს და ხშირი იყო ესეთი ეჭვი, რომ არა მხოლოდ რუსებს არ უნდათ ჩვენი და აფხაზების და ოსების შერიგება, არამედ ცხელი წერტილის არსებობა სხვა ძალებს, ეხლა ჩვენ deep state და გლობალურ სოფლიოს ვეძახით, მათაც აწყობდათ. ნახოთ. და ბოლო კითხვა ჩვენ სტუმრად გვყავს მეორე ნაწილში მოწვეული ნაცრეჟიმისგან, ნაცისტების რეჟიმისგან დაზარალებული ხალხი, რომელმაც მისაჩვენება კომისიას და ხალხი ელოდება ნაბიჯს, რომელიც დაანონსებულია, რომელიც შეფერხდა, მაგრამ არჩევნების შემდეგ პირობა ძალაშია, რომ აიგზავნოს ეს უბედურება. ერთ-ერთი გადადგმული ნაბიჯი იმისკენ, რომ პოლიტიკური ვერდი დაიწმინდოს, არის სწორედ ეს. მინდა ამ კომისიაზე კითხოთ აზრი, ასევე ხელისუფლების დაპირებაზე, რომ არჩევნების შემდეგ ეს მოხდება. კი ბატონო. მე მგონი ყველამ დაინახა, ყველაზე პრაგმატულად განწყობილმა საზოგადოების ნაწილმაც კი დაინახა ამ კომისიის მნიშვნელობა და ამ კომისიის აუცილებლობა. და აქ კიდევ ერთი ცალკე გამოსაყოფი კომპონენტია, რომ ახალგაზრდები, რომლებიც იმ პერიოდში ან არ იყვნენ დაბადებული, ან იმდენად მცირე ასაკის იყვნენ, რომ რეალურად რა ხდებოდა ამის აღქმადობა ნაკლებად ჰქონდათ და რომელსაც რაღაცა ნაწილს პატარა ჯგუფს დღეს ბრმად კონკრეტულ სიტუაციებში ცდილობენ, რომ ესე ვთქვათ, კრებსითი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები გამოიყენონ საკუთარი ინტერესების გასავითარებლად, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მოისმინონ და შეიქმნას წარმოდგენა იმისა, რომ რა არასოდეს არ უნდა მოხდეს ჩვენს ქვეყანაში. ეხლა რაც შეეხება თვითონ ამ კომისიის შედეგებს, მე მგონი პირველივე სხდომებმა უკვე აჩვენა საზოგადოებას რაოდენად მნიშვნელოვანი იყო ამის არა მარტო ორგანიზება ამ კომისიის ჩამოყალიბება, არამედ ის, რომ ეს საჯაროდ გადაიცემა და საზოგადოების დიდი ნაწილი შოკირებულია, იმიტომ რომ რაც იცოდნენ და რაც გაეგოთ, ხელახლა გადაიაზრეს. ერთი ეს და მეორე, რომ ბევრი ისეთი ახალი ფაქტი გამოვლინდა, რომლის შესახებ საზოგადოებას არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა და საზოგადოების უდიდესი ნაწილი არის მართლაც შოკურ მდგომარეობაში. ეხლა რაც შეეხება პარტიებთან დაკავშირებულ საკითხს, ეს არის გარდაუვალი. აი ამ წუთის მდგომარეობითაც კი რა
ნაწილიც კომისიამ გაიარა, უკვე საკმარისზე მეტი მასალაა იმისთვის, რომ ჩვენ გქონდეს სრული უფლებამოსილება, რომ მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ იმსჯელოს არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის და კრეფსითი ნაციონალური მოძრაობის, არამედ ყველა იმ ადამიანთან დაკავშირებულ აკრძალვაზე, რომელიც შემდგომში თუ კი შეეცდება, რომ რაღაც ახალი პოლიტიკური მოძრაობა ჩამოაყალიბოს, რომ მას ამისი შესაძლებლობა და უფლება არ ჰქონდეს. სწორედ ამიტომ ჩვენ ახლა ვიღებთ შესაბამის ცვლილებებს კანონმდებლობაში, იმისთვის რომ ამის გარანტირებული, ასე ვთქვათ, მოცემულობა გქონდეს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ დარწმუნებული ვართ, იმიტომ რომ იმდენი მტკიცებულებაა, რომ სხვა გადაწყვეტილება წარმოუდგენელადაც კი მიგვაჩნია, რომ იყოს მიღებული, თუ არა ის, რომ ასეთი პარტია აიგზალოს და საზოგადოებას მინდა უთხრა, რომ მეორე მსოფლიო ომიდან დაწყებული დღემდე 150-მდე პარტია არის ევროპაში, მათ შორის ევროკავშირის ძალიან ბევრ ქვეყანაში აკრძალული ან უფლებრივად შეზღუდული. ამიტომ როდესაც ეს ადამიანები, ასე ვთქვათ, ბოლო ხმაზე ისტერიულად გაჰკივიან, რომ აი ნახეთ რას გვიშვებიან და დახურვას და გაუქმებას გვიპირებენ, აქ არაფერი სასწაული არ ხდება. როდესაც შენ მოქმედებ შენი ქვეყნის და შენი საზოგადოების წინააღმდეგ, როდესაც შენ ფაქტიურად ჩამოყალიბდი შენი ქვეყნის და საზოგადოების მტრად, მტრულ ძალად, შენი არსებობა გაუმართლებელია. ამიტომ ეს უნდა აღიკვეთოს ერთხელ და სამუდამოდ და ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება და რაც მთავარია, ეს არის ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ძალიან დიდი ხნის დაკვეთა. ძალიან დიდი ხნის დაკვეთა, სადამდე ჩვენ მივდიოდით აქამდე და აი მაშინ, როდესაც ჩვენ აი ეს სუვერენიტეტი განვამტკიცეთ, როდესაც ჩვენ მართლაც ჩამოყალიბდით, როგორც სახელმწიფოებრივ სტრუქტურულად, ასევე მთლიანად შეკრული, როგორც ძლიერი უკვე გამართული, წელში გამართული სახელმწიფო, აი მაშინ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ეხლა რა ხდება? ბევრი სვავს კითხვას, რომ იყო დაპირება, რომ არჩევნებამდე, ანუ ჩვენ არ გვინდა რომ რაღაცა ისე წავიდეს პროცესი, რომ შემდგომში მაგალითად ვიღაცამ თქვას, რომ რაღაცა ნაჩქარევად იყო, რაღაცა არ მიეცათ და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ თავაზობთ, რომ შემოვიდნენ ამ არჩევნებში და საზოგადოებას და მთელ მსოფლიოს აჩვენონ რისი ძალა აქვთ. მაგრამ საქმეც იმაშია, რომ არაფრის ძალა არ აქვთ. და რაღაც კონტექსტში მათ შეიძლება უნდოდათ კიდევაც რომ გამოეყენებინათ ეს ფაქტორი იმისთვის რომ ეთქვათ რომ აი ჩვენ იმიტომ ვერ შევედით არჩევნებში რომ ამის საშუალება არ მოგვს. ამიტომ ეს კომისია, რომელსაც ჩვენ ახლა ერთი თვით გაუხანგრძლივებთ ვადა, სავარაუდოდ, ანუ რეგლამენტი იძლევა საშუალებას რომ კიდევ ორჯერ თითო თვით გაუხანგრძლივებთ ვადა და დიდი ალბათობით ჩვენ ორჯერ კიდევ გავახანგრძლივებთ, იმიტომ რომ საქმეები და განცხადებები ყოველდღიურად ათობით და ასობით განცხადება შედის კომისიაში და ფიზიკურად უკვე ხვდებით რომ ვერაუდიან იმდენად დიდი მასალა არის, ამიტომ ეს ყველაფერი მაქსიმალურად გამოსატანია საჯაროდ და სამსჯელოა და შესაბამისად 6 თვის თავზე, როდესაც ეს ყველაფერი შემდგომში ეს ანგარიში დაიწერება, დასკვნა და პარლამენტმა უნდა იმსჯელოს და შესაბამისი დადგენილება მიიღოს დროებით საგამოძიებო კომისიის შედეგებთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი ემთხვევა სადღაც სექტემბრის შუა პერიოდს, რაც უკვე არჩევნებამდე 2 კვირით ადრეა და ჩვენ არ გვინდა რომ მათ ჰქონდეთ სათქმელი, რომ აი ასე ვთქვათ, მიმართეს და რაღაც გადაწყვეტილებები იქნა მიღებული არჩევნები. ამიტომ როგორც კი არჩევნები დასრულდება, შესაბამისად ყველა ნაბიჯი გადაიდგება იმისთვის, რომ ჩვენი მხრიდან უმოკლეს ვადაში იქნება წარდგენილი შესაბამისი განაცხადი საკონსტიტუციო სასამართლოში და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს და გამოიტანს სამართლიან დასკვნას, იმიტომ რომ მასალა და ის მტკიცებულებები, რაც მთელი საზოგადოების წინაშე ესე მარტივად არის წარმოდგენილი, რომელიც წარმოუდგენელ ფაქტებზე მეტყველებს, ცალსახად მიუთითებს სისტემურ წამებაზე. კი ბატონო. წამება ყველა ქვეყანაში ხდება. ეს არის სისტემური წამება. მეტი არაფერი, აი არის ყველაზე მთავარი. კოლექტიურ ქონების ჩამორთმევაზე და სისტემურ ჩამორთმევაზე, სისტემური წამება. და ადამიანის სიცოცხლის გაუფასურებაზე და ადამიანის სიცოცხლეთი თამაშზე არის საუბარი. კი ბატონო, უღმეს მადლობა. მადლობა. ბატონი გივი მიქანაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, მეგობრებო და სულ მცირე ხანში იამეტრებელი მაკურატიანი და გია აბდალაძე შემოგვიერთდებიან, აი აქ არიან, ახლა ვხედავ, აბა დროებით. ჩვენ ეთერს უთმობთ, რა ვიცი რა გიწოდოთ,
ჩემი მეგობრები ხართ ყველანი თანამშრომლები და ერთი გუნდი ვართ. ესენი არიან ადამიანები, ეხლა სტუდიაში შედან, ვინც გააუბედურა ნაცისტურმა რეჟიმმა სააკაშვილის და ეხლა არის სასამართლო, ჩვენ ყოველდღე უყურებთ კვაზი სასამართლოს იდეაში, რომელმაც უნდა საქმე მიიყვანოს ბოლომდე და აკრძალოს ეს ნაცისტური რეჟიმი. თავარი მიზანი არის ეს. ბევრი მათგანი დასჯილია არასაკმარისად, ბევრი მათგანი გაიქცა, თუმცა ეს ბაცილა, რომელსაც ქვია ნაციონალური მოძრაობა, სანამ იქნება პოლიტიკურ სივრცეში, მანამდე საქართველოს დამშვიდება არ უწერა. მე უბრალოდ მინდა იამეტრეველი მაკურატიანი და გია აბდალაძე არის ჩვენი გაცემის სტუმრები. იამი და შენგან დავიწყო. რა იმედით ხარ, რატომ მიხვედი და რას ელი? დიახ, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ნამდვილად ძალიან დიდი იმედი მაქვს და ასე არის მთელი საზოგადოება და ძალიან მთელი მოლოდინით ელოდება საზოგადოება საბოლოო აღსასრულს უკვე იმ რაღაცა საშინელი სისასტიკით, რასაც ჩადიოდა სააკაშვილის რეჟიმი. მე არაერთხელ მithქვამს და ჩემით დაიწყეს ეს უბედურება, რაც ქვეყანაში შემდეგ დაატრიალეს და გააგრძელეს და 162 ბიჭი ქუჩაში დახვრიტეს და დღეს სწორედ არის ზურავ აზაგაშვილის და მისი მეგობრების უბედურების დღე. კიდევ ერთხელ უსამძიმრებ მათ ოჯახებს, დედა გადარჩა და მამიდა და ასე შემდეგ ძალიან ცოტა უკვე ბატონი იურა გავიხსენოთ, რომელიც შვილის საფლავზე დააკლეს ესეთი სისასტიკე, ну არ ვიცი მეტი ამაზე უბედურება რაღა უნდა ექნათ საერთოდ. ასევე დღეს ჩვენ უყურეთ იმ საშინელებას, რასაც ქვია სპეცოპერაცია ნავთლუხის. აბსოლუტურად უდანაშაულო ბავშვები 19 წლის. აი არ ვიცი, ძალიან ცუდად ვარ დღეს ამ გადაცემის შემდეგ. კი ვიცოდით, მაგრამ ეს ყველაფერი ახლიდან რო იხსნება ეს ჭრილობა, ეს კიდევ რაღაც საშინელებაა. ბავშვი, რომელიც პირველად იყო თბილისში და თავის სწავლის ფულს რომ ჩაის კრეფით აგროვებდა. ну აი არ ვიცი და ეს ბავშვები აი ესეთ ყვილა გაიმეტეს და ჩახოწეს. ამას ჩადიოდა ეს გარეწარი სააკაშვილი და მისი ბანდა ხროვა მკვლელების, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომელიც აი მე არ შემიძლია ხა არ ვთქვა და თქვენი ეთერი არ გამოვიყენო ამისთვის, სააკაშვილი რომელიც ბრძანდება, მე ვიტყოდი რომ სანატორიუმში უკვე დიდი ხანია, მას არაფერი არ აწუხებს და ის უნდა ეგდოს ციხეში დიდი ხნის წინ, უკვე გადათრეული უნდა იყოს ციხეში და იქ უნდა იყოს. და მე ძალიან მიკვირს და ეს რო არ ვთქვა ესეც არ შემიძლია, მას ეთმობა კიდევ ეთერები და გამოდის და ამ ეთერებით კიდე მოძღვრავს საზოგადოებას და რაღაცა ისევ ტყუილებს და მის მომხრეებს აგულიანებს კიდევ და კიდევ კარგიც არის ეს. იცით რა არის? როცა ჩვენ უყურებთ აი ამ სიგიჟეს და ცოცხლება ის სიგიჟეები, რომელიც როცა ხელისუფლებაში იყო, მაშინ ისმოდა მისგან. იქნებ კარგიც არის ეს. იცით რა არის შალვა, უკვე ამდენი დანაშაულის ჩამდენს, ამდენის უფლება აღარ უნდა ეძლეოდეს რა. და მას ხმის ამოღების უფლება კი არა, მე გამკვირვებია ის დღეს კიდევ რო დგანან იმ რუსთაველზე, მე იმ ბავშვებზე არ ვლაპარაკობ, ისინი გზააბნეულები, აური ესტვინი. აბა მეტი აღარ დგას არა. კი, ფაქტიურად, მაგრამ საკმაოდ ვნახეთ ჩვენ იქ ისეთი ხალხი, ვინც მე ძალიან მიკვირს, რომ დადგნენ მათ გვერდზე და იზიარებენ აი ამ ყველაფერს. მე მესმის შეიძლება რაღაც არ მოგწონდეს ამ ხელისუფლების, მაგრამ როდესაც ასხავთ აი ამ ბოროტების წისქულზე წყალს, ეს გამკვირვებია. ის ბავშვები ზოგი დაბადებულიც არ იყო მაშინ და ზოგი არც იცის წესიერად რა ხდებოდა სინამდვილეში მაშინ, მაგრამ მათ გვერდზე დავინახეთ ჩვენ ისეთი ხალხი დასრული, რომლებმაც ყველაფერი თავის თვალწინ ეს ნახეს და გაიარა და ეს მიკვირს როგორ დგანან და საერთოდ მათ მომხრეები როგორ ყავთ, ეს არის ჩემთვის ძალიან გასაოცარი. ეს არის ამოცანა, რომ აი ეს პოლიტიკური ძალა თუ ძალთა ერთობლივობა თუ რაც არის, აიგზავნოს კანონით. აი ზუსტად აი ამის მოლოდინშია მთელი საზოგადოება და მე არაერთი ადამიანი ქუჩაში ვერ გამოვსულ ვარ, ყველა აი როგორი იმითი მეკითხება იცით და როგორ ელოდება ხალხი, რომ ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს უნდა დაერქვას თავის სახელი. სამწუხაროდ ძალიან დიდხანს გაგრძელდა ეს ყველაფერი, რომ ვერ მოხდა მათი სათანადო დასჯა და აკრძალვა, მაგრამ ეს ყველაფერი ვიცით, რომ თავს მოხვეული კოჰაბიტაცია ეგრეთ წოდებული ამის გამო მოხდა. მაგრამ ვინაიდან დღეს უკვე საქართველოს თქვა თავისი სიტყვა სოფლიოში და ჩვენ ვართ უკვე დამოუკიდებელი მართლაც ქვეყანა და გვეთქმის უკვე სიტყვა და ამის მივედით იქამდე რომ ეს ყველაფერი
მოვიპოვეთ, ამიტომ ჩვენ ჯერ ესეთი მართლაც ბეწვის ხიდზე გვიწევს სიარული და ჯერ კიდევ არ ვიცით რა და როგორ ისეთი ვითარება ამ სოფლიოშიც და შიდა მტერი ისეთი ყავს რომ ნუ არ ვიცი ამაზე დიდი მტერი ვიღა უნდა იყოს ესეთი რო არიან და რას არ გვიპირებენ კაცმა არ იცის ამ 26 მაისისთვისაც რაღაცებს გეგმავენ ასევე აგერ ვნახეთ დღესაც ტერორისტი დაიჭირეს საიდან აღარ ჩამოყავთ რომ ის არ გაუვიდათ რაც უნდათ რომ ეს რაღაცა გადატრიალება და თელი რაღაცები, მაგრამ არ გაზდით ეს ყველაფერი. მაგრამ მე კიდე ვიტყოდი, რომ უკვე ის დროა, რომ ყველამ პასუხი უნდა აგოს იმ დანაშაულებზე, აი დაწყებული იმ ჯალათებიდან, რომლებიც ასრულებდნენ მათ დავალებებს. მე ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომლებმაც უარი თქვეს, დატოვეს სამსახურები და არ შეასრულეს მათი დავალებები, რასაც უბრძანებდნენ, თუნდაც პოლიციაში. მაგრამ აი ის ჯალათები და სწორედ მე აი კიდევ მინდა ვთქვა ისიც, რომ ის ლიდერები უგულავადან დაწყებული და კიდევ ძალიან ბევრი რომელიც გარეთ დაბრძანდებიან შვენივრად და თელ მსოფლიოში საქართველოსთან ნაძარცვით ძალიან კარგად აქვთ იქ სახლებიდან დაწყებული ყველაფერი მოგვარებული ისე რომ როცა უნდათ გაიქცევიან ზოგი უკვე გაქცეულია და თანამდებობაზეც ბრძანდება აგერ გვარამია უკრაინაში გვარამია კი არა ადეიშვილი უკრაინაში კარგად ვიცით თუმცა იქ უკრაინაში არ არის სტაბილურად ჩემი აზრით ნუ ესეა თუ ისეა ძალიან კარგად არიან და შერჩათ ეს ყველაფერი მე დიდი იმედი მაქვს რომ სწორედ უნდა მოვთხოვოთ იმ ქვეყნებსაც მათი აქ გადმოცემა და დაბრუნება და დასჯა და აი ეს არის ჩემი დიდი მოლოდინი რომ უნდა ყველაფერს თავის სახელი დაერქვას. იგივე კითხვით მიმართო ბაკო ჩვენი ტელევიზიის გუნდის წევრია და შენმა მონაყოლმა მე ვერ ვიტყოდი რომ ეს ერთეული და განსაკუთრებული შემთხვევა თუმცა როცა ამას თვითხილველი ყვება დედა ყვება ცოლი ქალი ქართველი წესიერი ოჯახის პატრონი და შვილი ეს შეუძლებელია ეს ემოციების გარეშე გაატარო. შენი მოლოდინები მაინტერესებს, შენი განცდები. პირველ რიგში მადლობას მოგიხდი შალვა მოწვევისთვის. მე მინდა უთანაგრძნო ყველას, თქვენს აუცილებლად და ყველა იმ ადამიანს, ვინც გამოდის და ყვება ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ეს თითქოს ეს არასდროს არ მოშუშტება და დრო ამას არ უშველის, მაგრამ რაღაცნაირად მიძინებული გქონდა თითქოს ეს ყველაფერი და იმხელა ემოციები წამოიღო, იმხელა ტკივილი წამოიღო, თითქოს განახლდა. აი მე მახსოვს პირველ დღეს, როცა წავედი კომისიიდან, სახლში დავჯექი და ზუსტად ის განცდა მქონდა, როგორც მაშინ ვფიქრობდი, რომ ეხლა რა უნდა ვქნა და ძალიან მტკივნეულია და ყველას დიდი პატივისცემა ჩემგან, ვინც გამოდის და აი ამ ყველაფერს ბედავს. იცი რა, შალვა, მოლოდინი ძალიან დიდი მაქვს იმისი, რომ ჯერ მარტო იმის საშუალება რომ მოგცეს რომ ჩვენ სიმართლე მოვყევით და მოლოდინი დიდია რომ ეს ყველაფერი იმას გააკეთებს რომ არასდროს არაცერთი მთავრობა ვერავინ ვერ გაბედავს იმას მოიქცნენ ისე როგორც იქცეოდა ნაციონალური მოძრაობა საოცრად შემზარავე ხა როგორც ქალბატონმა იამ თქვა არ ვიცი იმ შვილებს ვერავინ ვერ გაგვიცოცხლებს ხო ის ყველა შვილები იყვნენ აბსოლუტურად იმ მეუღლებს ვერავინ ვერ დაგვიბრუნებს იმ დღეებს ვერავინ ვერ დაგვიბრუნებს რომ დავივიწყოთ და ამოვიდეს გონებიდან მაგრამ აი ეს რაღაცა სიმართლე იცით იმხელა რაღაცას ნიშნავდა ჩემთვის განსაკუთრებით რომ აი ჩემი პატარა ბიჭი რომელიც არის ახლა 19 წლის მაშინ იყო 5 წლის და ეს და ნუ გოგოზე ნუ ორსულად ვიყავი და ეს ყველაფერი არ ახსოვდა და რაღაცნაირად ნუ დიდებს იმათ მეგობრებს ახსოვდათ ყველაფერი იცოდნენ რა ოჯახში გაიზარდნენ როგორი მამა ყავდათ როგორი ოჯახი ვიყავით და აი პატარასთვის ცოტა იცი რა ხანდახან ვატყობდი რომ მას უნდოდა იმ ფოტოებიდან იმიდან რომ ის გაქრა და სად არის ეს ყველაფერი და ზუსტად აი თითქოს ამ ჩემი შვილების ღირსებისთვისაც იცი ეს ჩვენ ესე კი არ ვიყავით ჩვენ შრომობდით ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით ახლა ჩემი მეუღლე 18 წლიდან სამსახური დაიწყო და აი ყველაფერს აკეთებდა რომ უზრუნველყოფილები ყოფილიყავით ეს სწავლად საზღვარგარეთაც სწავლობდნენ ბავშვები რაღაცა აი ყველაფერს უკეთებდით ამისთვის რომ განათლებული სტუმართმოყვარე ტკბილი სხვებისთვის სიყვარულის მიმცემ მე თვითონ ესეთ ოჯახში ვარ გასდილი და ჩვენთვის ეს ღირებულება ძალიან ფასეულია და
აი დაინგრა ეს ყველაფერი და აი ეს მინდოდა მე თქვა რომ ესე კი არ ვიყავით ჩვენ არც ახლა არა ვართ ღმერთს მადლობას ვეუბნები ყველაფრისთვის მაგრამ ის ჩვენ გვენატრება და ის წაგვართვეს იმიტომ რომ მივედით აქციაზე და მართალი თქვი შენ შალვა რომ არ არის ეს ჩემი ისტორია ესეთი გამორჩეული ისეთ ამბებს უსმენ რომ აი არ ვიცი რამხელა პატივისცემა ნუ ქალბატონიას მაშინაც ხო საშინლად თუ თანაგრძნობდი თქვენი ამბავიც ხომ ვიცოდი რა თქმა უნდა მაგრამ ნუ ისეთებს ვისმენ რომ აი მთელი დღე მე რო ვზივარ და ვტირივარ ვიტყვი საღამოს რომ ხვალ აღარ უყურებ მაგრამ არ ვიცი და იცი რა მინდა ესეთი რაღაც თქვა კიდევ თუ შეიძლება რომ ძალიან რაღაცნაირად თითქოს ეს ადამიანები გავერთიანდით. აი აბსოლუტურად უცხო ადამიან ქალბატონიას არ ვიცნობდი და ისეთ თბილი სიტყვებით მომართა მოლაშვილის მეუღლე თათიამ არაჩვეულებრივი ადამიანი ისეთი თბილი სიტყვებით აი რაღაცნაირად გადავწყვიტე რომ აი რაღაცა სოციალურ ქსელში გავაერთიანო ეს ჩვენი ჯგუფი და ეს ისტორიები არ დავივიწყო და დავარქვა სახელი ჩუმად შენახული უსამართლობა აი რაღაცა დაახლოებით ხო ამ უსამართლობას პასუხი სჭირდება იმიტომ რომ პასუხი აუცილებლად ველოდები არ დაისვენებს არც ერთი მიცვალებული არ დაისვენებს არც ერთი შეურაცხყოფილი სანამ 5 ნომერი იარსებებს და იარსებებს 5 ნომერის მათი სატელიტები რომლებიც სახელები გადაირქვეს და ვითომ აღარ არიან ისე და მეცაც გეტყვი ღირსების საქმის სატურა დავალებოთ თავი მაგრამ დაუშვათ წუთით რიტორიკულად თავი დავალებოთ თვითონ საქართველოს არ დაისვენებს სანამ ეს იმდენად ცხადია ეს იმდენად ნათელია დაფინანსება აქვს და ყოველთვის ექნებათ როგორც მაშინიც ეხლა და თუ ეს კანონით არ აიგრძალება სულ იქნება საბოტაჟი და არეულობის ხარ სიხარული აღარ არის ქვეყანაში ამათ გამო ქვეყანა წინ ვეღარ მიდის წარმატება აღარ არის აღარც კინო უნდა ხალხს აღარც თეატრი უნდა აღარაფერი აღარ უნდა ისე არიან მორალურად განადგურებული და ამათგან ისეა ყველაფერი დათრგუნული რომ ხო არ შეიძლება სუ პოლიტიკით იცხოვრო რაღაცა ხო გინდა ადამიანური აღარაფერი აღარ არის არ დამთავრდა იმიტომ რომ არ დაისაჯე და ეს არის ძალიან ძიმე იყო ჩვენერი ოჯახებისთვის და ძალიან ბევრი არის აქციებზე მათი სახეების დანახვაც რომ კიდევ მათი გვარები კიდევ მათი სახელები აქციაზე გამოდიან და უწოდებენ ხალხს რომ აი ესეც ძალიან შემზარავი იყო სანამ როგორ უნდა ბედავდე გიასთან მინდა გადავიდე გიას ისტორია ყველამ კარგად იცის და სხვათა სპეციფიკა რა არის ეს ისტორიები ზოგი მეტნაკლებად უცნობია მაგრამ სოციალურ ქსელში, TikTok-ში, Facebook-ში ვრცელდება და ბავშვები უყურებენ ამას. და გაოცებულები არიან, იმიტომ რომ ნუ თავი გონიათ კინოში, ცუდ კოშმარში, მაგრამ შალვა ბოდიში ერთ მინდა დავამატო გაწყვეტინე ბოდიშს ვიხდი. მე დიდი ხანი ესეთი იდეა მაქვს, რომ რუსთაველზე სადაც იკრიბებიან ეს ბავშვები, დაიდგას დიდი მონიტორი და აი ეს კომისიის ყველაფერი ისმოდეს იქ და სახში ალბათ არც უყურებენ და იქ თვალს მაინც მოკრავენ და რაღაცას მაინც გაიგებენ. მე პრობლემა მაქვს ამასთან დაკავშირებით, ეს ბავშვები იმდენად ანგაჟირებულები არიან და ისეთ იქცევიან და ისეთ სიმღერებს ღერიან და ისეთ ჭინკურად გამოიყურებიან, რომ აქ მარტო მონიტორი არ აი მე არ ვიცი. გამოლოცვა უნდა და ასე შემდეგ. მან სერიოზული ფსიქოლოგმა და ველმა არ ვიცი, უნდა იმუშაოს. კიდევ ერთხელ გააცოცხლე ეს ამბავი და ჩვენ გვახსოვს კაცო კარგად როგორ რა თავარი მე მგონი თავარი ის კი არ არის. რა თქმა უნდა ძალიან ეს ცუდია როცა სულად უდანაშაულ ადამიანს ციხეისვარ, მაგრამ მე მახსოვს ის ცინიზმი თქვენდამი, ის ცინიკური რაც ფარულ ჩანაწერშიც იყო და რომელიც მე ადეიშვილის და იმის საუბარს და ზოგადად ეს ცინიკური ფეხებზე მკიდია დამოკიდებულება რაც იყო უბრალოდ აი მართლა იმათვისაც კი იმ მომენტშიც გასაკვირი. მინდა შენი განცდები და რატო მიხვედი და რას ელოდები. არ არის იმ ადამიანებისგან ვინც ჩადიოდა ყოველდღიურად აი მეც გამოსვლისას თქვი რომ ყოველი დღე ნაციონალური მოძრაობის სათავეში არ ყოფნით არის თითო სიცოცხლე გადარჩენილი. დღემდე აი დაითვალოთ თვითონ რამდენი დღე გავიდა ეს სულცირე არის საუბარი ამას. დღეს განცდა არის ზუსტად ისეთივე როგორც იყო 2012 წელს. იმიტომ რომ ეს პროცესი
ბევრად ადრე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ იყო რაღაცა მიზეზები და ყველა ხვდებით ამ მიზეზებს. ვიცით ზუსტად რა ეს რთული გზა გავიარე და ზუსტად დღეს დადგა ის პერიოდი, როდესაც თითოეულმა იმ ადამიანმა, ვინც უამრავი დანაშაული ჩაიდინა, უამრავი ადამიანი დახოცა, უნდა აგოს პასუხი ყველა თავის დანაშაულზე. ეხლა რომ სააკაშვილი უყურებს ამ გადაცემას და რაღაცა გული გაუტოკდება, ნერვი გაუტოკდება და ამაში დარწმუნებული საერთოდ არაფერი იგივეს გააკეთებენ ხელისუფლებაში მათი მოbrunებისთანავე, რატო გამოვედით ყველა, რატო ვაპროტესტებთ, ყველა უბრალოდ ჩვენ გვინდა მივაწვინოთ ხმა იმ ახალგაზრდებს, ვინც არ იცის ის მდგომარეობა. და იმ ადამიანებს, ვინც იცის და ებხრობა და კიდე გამოდის იმით, რომ თანამონაწილე ხდება ამ ყველაფრის იმ უბედურების, რაც ჩაიდინა ნაციონალურმა მოძრაობამ. აუცილებლად უნდა აიგზავნოს. სხვა შანსი არ არსებობს იმისა, რომ ეს ყველაფერი დაწყნარდეს, დამშვიდდეს და ქვეყანას მიეცეს იმის შესაძლებლობა, რომ განვითარებისკენ და წინსვლისკენ წავიდნენ, იმიტომ რომ 30 წელიწადი ამ პროფესიაში ვარ და 30 წელიწადი ამ სახეებს უყურებდი. ხო, თავიდან ჯერ კიდევ მოქალაქე და კავშირი. მოქალაქეთა კავშირიდან მოყოლებული და თუ რას და როგორ ჩადიოდნენ ამას ყველაფერს. ჩვენ თვალთ ვიხდებოდა 26 მაისს ჩვენი გადაღებული ფოტოების გამო დასახვრეტი მუხლი ციხეში და რაღაცა ჯოჯოხეთი გავიარეთ. ნუ ეხლა დღეს რო საუბრობენ ციხეზე სასამართლო პროცესებსაც რო უყურებ, დღეს რო პატიმარი გამოდის გაღიმებული და როგორ მახსოვს, რომ აი სასამართლოს პროცესზე ხალხი რასახით შემოდიოდა იგივე სულხან-მოლაშვილი. თქვენი სასამართლო პროცესებიც მახსოვს. გადაღებაზეც ვიყავით რამდენიმეჯერ. ყველა ის ადამიანები, ვის გაიარა ის კონცლაგერი, ის ციხე არ იყო, ის ხო ჩვეულებრივი კონცლაგერი. მელიამ თქვა ამას. წითელი ჯვრის წარმომადგენლები ყოველთვის იყვნენ შოკში, რომ არც ერთ პატიმარს ჩვენთან საუბარი არ უნდათ. აი ვინ შედიოდა წითელი ჯვრის წარმომადგენლები, ყველას ეუბნებოდა თავიდანვე ითხოვდა საუბარს პატიმარი, იმიტომ თქვენთან საუბარი არ მინდა და გადიოდა ოთახიდან. შეკითხვა დასვა, რომ რატო ხდება ესო? ამიგე. იმიტომ რომ ხვდებოდნენ, მაგრამ არავინ არ იყო ეს ადამიანი, ვინც გაბედავდა ამის თქმას, თუ რა ჯოჯოხეთ ხდებოდა გდანის სამყრობილეში. და ამით სულდგმულობდნენ და რა ვიცი როგორ გითხრათ, ყველაზე დიდ სიამოვნებას ღებულობდნენ ამ ადამიანების წამებით და კვლევებით. ეხლა ძალიან საინტერესო საკითხს შევეხოთ. მე დარწმუნებული ვარ ეს პროცესი მივა ბოლომდე და აიგზავნება. მოდით მიზეზებზე ვილაპარაკოთ, აი საიდან გაჩნდნენ, საიდან მოვიდნენ ესენი. თითქოს ხო უცნაურია რომ ქართველები არ ვართ ესეთ ხალხი, რომ სადისტები არა ვართ, უკას მოყარი ხალხი. აი მოდი რომ შევკრიბოთ ეს ამბავი. ესე იგი დავიწყოთ იქიდან რომ ეს იყო ძალიან დიდი სოციალური რევანში, მეგობრებო. უდიდესი სოციალური რევანში. შენ რომ ამბობ რომ შენი მეუღლე ბიზნესმენი იყო და ასე შემდეგ. მოვიდნენ ხელისუფლებაში ის ადამიანები, რომლებიც ელემენტარულად შურდათ ამის. ესეა. ანუ და რა გიღა მათ არ მისცა ღმერთმა ის ნიჭი და უნარი რომ თვითონ შეეკნა. დაიწყეს უკვე აი დაბიო ადამიანების ჩვევა, რომ წართმევა უბრალოდ, წართმევა. არა ეს შაბა ბოდიში შეგატყვეტინებ, ეს იყო ის მეთოდები, როგორც იყო ჰიტლერს, აი ქარელმა თქვა, ხო, მე მგონი ერთ-ერთი მე, ასე მეგონაო, რომ ემსახურებოდი ჰიტლერს. ნაცისტურ პარტიას. არჩევდნენ ადამიანებს, ეს ტექნოლოგია შემუშავებული, ვინც იყო ყველაზე ის მიტინგის დარბევის დროს პირველი ნაკადი რომელიც მიდიოდა მეორე ნაკადში უკვე ის ადამიანები იყვნენ ვინც აკონტროლებდა ვინ როგორ ცემდა პატიმარს საპატიმროში ციხეში იგივე მდგომარეობა იყო კონტროლს უწევდნენ და მე აწინაურებდნენ ამ ადამიანებს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებებს ესენი იყვნენ ადამიანები რომლებმაც ჰქონდათ სოციალური რევანშის განცდა რო შეხედო ხა მერაბიშვილი ადეიშვილი ისინი სოციალური ჰაბიტუსიდან გამომდინარე ვერაფერს ვერ გააკეთებენ ნორმალურ ქვეყანაში და მიშა ხო გიჟი ხო მოდი ესე თქვა ხო და შესაბამისად წამოვიდა და მე უკვე გახდა საჭირო როცა ამაზე
ძალიან მალე იყო პროტესტი. 2 წელიწადში საშინელი დიდი პროტესტი იყო. მე ამაზე უკვე საჭირო იყო რეპრესიული მანქანის ამოქმედება. ოღონდ ეს რეპრესიული მანქანა ხო არის აი ჯალათი ხარ ხო და ბაიდამის დიდ სიამოვნებას არ განიჭებს ხო ვიღაცის ცემა. არა, პირიქით არჩევდნენ ხალხს რომ უფასოდ სიამოვნებას არჩევდნენ. ეგ იყო ყველაზე გასაოცარი რომ სიამოვნებას ღებულობდნენ ადამიანის წამები. ეს მათი ფსიქოლოგიური პრობლემაც იყო, როდესაც ის ბავშვობის პერიოდი იყო ძალიან დაჩაგრულები, მე როგორც კი ბატონო, გეძლევა საშუალება ფსიქოლოგიურად. არის ერთ-ერთი ისა როგორ პატარა შედარება უნდა გავაკეთო აუცილებლად, შავლა დიდ ბოდიშკი ხდი რა. როდი ხა გუშინ იყო ჩხრეკვა ნანუკა ჟორჟოლიანთან შევიდნენ და პირდაპირ ქონდა ლაივი ჩართული და სამი ლაივი იყო. ძიმე იყო ჩემთვის ყურება, რატო იცით, რომ აი რამხელა უსამართლობაა. ჩემი ქმერო დაიჭირეს, ღამე წავედით სახლში, ბიჭები, დიდები და ეჩემს თხოვე რომ თქვენთან წამოვიდნენ თქო და სახლში ძიძა არის 4 წლის არის მეოთხე ჩემი შვილი და მე ორსულად მუცელით. ზარი კი დარეკვა არა. ნუ ჭიშკარი წნეთში ცხოვრობდით, ღია იყო, ჩაკეტილი არ იყო. ნუ ხო შემოანგრიეს, შემოვიდნენ სახლში პირდაპირ. არც ის ან გამარჯობა, როგორც დილობით ლაპარაკობდნენ, ეხლა რო იყვნენ მისულები, გამარჯობათ იქნებ ბავშვი. მეოთხარი ბავშვი გადავიყვან მეზობელთან, აი პირდაპირ იატაკზე ყრიდნენ. ეს ხო თან ღამის 3 საათზე იყვნენ მოსულები და სადაც ძინავს გავაღვიძებ თქო ძიძას და ბავშვს და გადავიყვან მე. თან ვეხვერწებოდი რომ ორსულად ვარ, ხო შეიძლება დღე გადაგიფორმოთ მანქანა, არ წამოყვებით, უარს ვიტყვით, რას ვიზამ, ხო? ის ჩუქება კი ბატონო, ღამე, 3 ღამე მაკითხავდნენ და მივყავდი, იმიტომ რომ ნოტარიუსთან, ხო რა, იმიტომ რომ ეს ხა ნუ ღამე, კი იცით რომ ფსიქოლოგიურად ის და 10 საათზე მოდი შეკაიკაცო, წამოყვები, ხო, აბა რას ვიზამ და დღეს ამბობენ რომ როგორ შეუვარდნენ ის იურიდიული ფორმები მე არ ვიცი ის გადაწყვიტა პროკურორმა და გააკეთა ესე ის მე არაფერი არ მეკითხება მაგრამ მე ვამბობ სტილს მიდგომას ისინი როგორ იქცეოდნენ და ეხა როგორ იქცევიან რა შედარება არ შეიძლება როგორ და კიდე ამბობენ რომ ეხლა უარესი ხდება აი ამ ახალგაზრდებს თვითონ მაგ ადამიანების შვილებს უნდა აყურებინონ აი უნდა დასვან და მაგ ადამიანების ახალაიას ადეიშვილის მაგათ შვილებს უნდა აყურებინონ დამმართეს ხო რომ ვეძებდით ბავშვს რომ ბუტას ცხოვრებაში არ დაუგვიანია და თელი ჩემი ახლობლობა ვეძებდით და ჩემ სახლში იყოს უყველა და ღამე რომ ამოვარდნენ და იარაღების დადება რო უნდოდათ და შემოვარდნენ გიჟებივი ჯუაღამისას და ვერ მოახერხეს იმიტომ რომ იმდენი ხალხი იყო ჩემთან სახლში ჩვენ ძალიან ახლობლები ვიყავით იქ კეკელიძეზე თელი ერთ ოჯახად ცხოვრობდით ჩემი სართული და ყველანი ჩემთან იყვნენ და ვერღარ გაბედეს და რა ხდება მეთქი სად არის ჩემი შვილი ხო ცოცხალია თქო ისე დღეში ვიყავი და ცოცხალიაო იმაში არისო პოლიციაშიო და გავიდნენ ესე პირდაპირ უბრალოდ ვეღარ მოახერხეს ჩადება არა ჩვენ გვახსოვს ვიდეო დაჭერები ხალხო ვიდეო ჩხრეკები აბა ღამის პერანგები და ვიდეო პირდაპირ ოჯახის წევრებმა რო არ იცოდნენ და პირდაპირ ეთერში რო გადაიწერო. აი ჩემთვის ყველაზე გასაკვირი არის ის რომ ამის ჩამდენები საქართველოში აი ამ პატარა ერში ნუ თუ აი ესეთი ბოროტება როგორ იყვნენ მაგათი აი ეს ეპიზოდი არის გასახსენებელი. ძალიან მიყვარს. მე მახსოვს ნიკალა იყო ორი ხო ერთი იყო რუსთაველზე მეორე იყო ბუკიას ბაღში ხო და მახსოვს რომ რაღაცა სპეცოპერაცია მოამზადეს ამ იდიოტებმა და შევარდნენ ნიკალაში ფლობელს ერჩოდნენ და სპეცრაზმი შევიდა ოღონდ ფინანსური და ის კი არა აი ავტომატები ოღონდ მეგობრებო აი ძალიან მაგარი ჩარტვის აპარატი და ჟურნალისტი წინასწარ 20 წუთი იდგა იქ ანუ იმან უკვე იცოდა რომ სპეცოპერაცია და პირდაპირ ეთერში გადასცეს კატლის ხალხის დაშინების მიზნით ტერორით უნდა ემართათ ქვეყანა და ეს კონდათ ჩანაფიქრი და ჩვენი დაჭერითაც ეგრე იყო რომ უნდა გაეფრთხილებინათ და დაეშინებინათ ფოტოგრაფები დაიჭირეს ადამიანები რომლებსაც მე რა მაიტებს რომ სხვა რამე რატო ვერ მოიფიქრეს ფეხებზე ეკიდათ არა ეს იყო სადამსჯელოს ან მაგალითად ცოტა ხანი გადაედოთ ეგ შურისძიება დაეგეგმათ კარგად რა ვიცი ეგ სიგიჟე
იცით რა არა, უკვე ძალიან როლებში იყვნენ, მე მგონი შესული და ვეღარ აკონტროლებდნენ. ეპიზოდი მინდა ახლა პირველად ოსეთის გავიხსენო. სასარგებლოდ ჯაშუშობა და ცდილობდნენ რაღაცებს დამთხოვას, იმიტომ რომ რაღაცა თუ ხდებოდა მასშტაბური ამბავი, რომ გადაფარვა მოხდარიყო, რაღაცა უნდა ჩვენ პერიოდში აი ახლა მახსენდება რომ მაშინ იყო რაღაცა ეკლესიებთან დაკავშირებით საუბარი სააკაშვილთან და მეორე დღეს იღებდნენ რაღაცა კანონს იღებდნენ ამ ტაძრებთან დაკავშირებით და წინა დღეს საკმაოდ დიდი მიტინგი იყო ამასთან დაკავშირებით და მეორე დღეს დაგვიჭირეს მთელი მედიის ყურადღება გადავიდა ჩვენზე ავტომატურ რეჟიმში. ხო, როგორი აბსურდული ბრალდები, იცი აი. ფეხებზე ეკიდა და ფეხებზე. აი მართალი აი ეს რეჟიმი კიდე რატომ არის რეჟიმი და რატომ არის სისტემური? იმიტომ რომ ზუსტად იცოდნენ რომ მოსამართლე ამას შეჭამდა. ზუსტად კაცო რა პრობლემა იყო. ეს იყო ერთი აწყობილი სისტემა. ლონდონიდან ბომბეამდე თხრიდი გვირაბს. ზუსტად ეგ იყო. ტერორის სისტემა შექმნეს და რასაც უნდა აკეთებდეს. რომ რაც როლი შესრულებული გაქვს ის საკუთარ თავზე გადახვდა და გავიარე ეს თქვა ერთ-ერთი. ნუ ეს მე მგონი უკვე ფსიქოზური შემოტევები ქონდა და ვეღარ ეს იყო მათთვის ეს არის სააკაშვილის სიამოვნებას და აი ამას ფიქრობდი ალბათ მე იკრიბებოდნენ და ყვებოდნენ აი ამას აი სატელეფონო საუბარში ერთი ირკვევა რომ მაგნებენ მე სააკაშვილი და მიდი საუბარი ერთმანეთში თან დავამიდის ერთმანეთთან მიმართებაში იმიტომ რომ ვატყობ რომ ერთ-ერთი რომელიღაც სავარაუდოდ ერთ-ერთი ადამიანი ეუბნება რომ ეს მტკიცებულებები არ არის და რაღაცა და მე ვანო ურეკავს უტიაშვილს მემაგინებს ეს შიმშილობა მთელი ამბები იყო მე ერთმანეთს აგინეს რაღაცასთან დაკავშირებით და ბოლოს უკვე ესეთია რომ ყველას გვაგინეს ამ ფოტოგრაფებს რომ აი ხო მივიღეთ ის რაც მინდოდა და ну მოკლედ ხო თავარი ადამიანი შეეწირა თავარი არის შავა ის დღეს ეს კომისია ქალბატონი თეა ნუ არ ვიცი ძალიან დიდი მადლობა პირველი დაღი რაც დაედო რაც სულ მაგაზე ვფიქრობდი იუსტიციის სამინისტროს წინ რო დაიდგა მემორიალი სადაც აღწერილია ის ვერ ასვენებს არ ასვენებს ის რამდენი აქცია ჩაატარეს აი ეს იქნება მეორე ეს იქნება ყველაზე მთავარი დასკვნა რომელიც საბოლოოდ დაასამარებს ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკურ იმედი გვაქვს და ბატონ გიას კიდევ ერთხელ და მის თანამებრძოლებს ჟურნალისტებს მინდა დიდი მადლობა უთხრა მათი კადრებით არის დღეს რომ აი კიდე ამდენი მტკიცებულება რო გვაქვს რომ სიცოცხლის ფასად დახოცავდეთ ჩვეულებრივად პირველივე დღეს კილერამ ეგ თქვა მაშინ ალიას მთელი გუნდი გამოვიდა უამრავი ჩემი მეგობარი საერთაშორისო მედია დაგვიდგა გვერდში ის ადამიანები ვინც გვიცნობდა ომის პერიოდში ვინც ვიღებდით ფოტოებს აი ეს ქალი როა გადაღებული გორში ძმას რო ეხუტება და აი ამ ფოტოებით გავიტყვით ჩვენ სახელი 26 მაისი კიდევ ისეთი რაღაცა იყო რომ აი არ ვიცი მსგავს დარბევები უამრავი არსებობს თელ სოფლიოში მაგრამ ის რაც ამ ფოტოებზე არის ასახული და რა მეთოდით დასაჯეს ეს იყო სპეცოპერაცია იმისათვის რომ ერთი ადამიანიც არ გადარჩენილიყო იქ და არ გასულიყო და მე ციხეში შევიტყვე ის რომ ერთ-ერთი ადამიანი რომელიც მეორე დღეს სახურავზე აღმოაჩინეს მე ყოლია გადაღებული კვინტრაძე ზურა ცოცხალი გადაღებული მე არ ვიცოდი ხა ეს ამბავი ეგ შევიტყვე საპატიმროში კეკელიძეზე მოკლეს და ზურას მამაც გადაყვა მაგ ამბავს და ხელებს შეკრული შეაგდეს სახურავს ჩვენ გვახსოვს ეს ამბავი ძალიან კარგად მე ვიცვალებულს დაძლებდნენ ცხედარს კაცო ის მაღაზიის ფლობელი რო დაიჭირეს არაფერი დააშინეს რა ვიცი საშინელება იყო მაღაზიის ფლობელი რომლის ახურავდა ხო ჩვენთან ეთერში იყო მაშინ ჩემთან ასაკოვანი კაცი იყო და კაი მაგრამ როგორი ვაშკაცურად იდგა ბოლომდე არავითარ შემთხვევაში არ აღიარა ის რომ იქ დენის ფლობელი მაღაზიის ფლობელი დაპატიმრებული ყავდა ციხეში სახში ცხოვრობს ეს ცოცხალია ნეტა მე იცი რა არის აი ამ ყველაფერს ხო ყვებით ყველანი მაგრამ იქ ყველაფერს ხო ვერ მოყვები ხო ვერც აქ ვერ მოყვები ის ყოველი დღე
კარებზე ზარი და ეხა ამბობდა ვიღაცა რომ აკუმულისტა შიშის ქვეშ სიცოცხლე. ესე იგი ამასიან ჩემო უფროსმა ბიჭმა თქო რომ ისი მახსოვს პატრულის ხმას რომ გავიგებდიო აი მაძაგზაგებდო და მე უკვე 2012-ში ამ პატრულის ხმაზე არა რაღაცე მეშინია ეხა ხო ისინი აღარ არის აი ეს ყოველ წამიერი ეს სტრესების მიღება ჩემი მოკვაც ხო დაავალეს და რომ შემომითვალა პატიმარმა და ის და მე ხადავჭი მარტო და ვერ მოასწრეს უბრალოდ ჩვენ ვართ ერთი ამბის მოლოდინში რომ ყველაფერი იქნება ისე როგორც ხელისუფლება დაკვირდა და ეს არის საქვეყნო საქმე იმიტომ რომ ასე გაგრძელება ეს არის მაოხრებელი გზირი ნაციონალური მოძრაობა არის მაოხრებელი გზირი და შალვა დავამატებ რას იცი თუ ეს არ ახსრულდა რაც შეპირდა ხელისუფლება ხალხს ხალხი უკვე თავად დაიწყებს სამართლის და ღმერთმა დაგვიფაროს რომ ეს დიდი მადლობა მეგობრებო ძალიან საინტერესო დიდი მადლობა და მაღელვებელი ნაწილი იყო ჩვენი გაცემის ჩვენ თქვენ მომავალ პარასკევს